მოგესალმებით. როგორც მივხვდით, დღეს მაგ კერდის ვარჯიში. წინა კვირა ლაითად ვივარჯიშე ყველაფერი. დღეს შედარებით მძიმე წონები მინდა, ვნახოთ წელი როგორ გამიქაჩავს. ჯერჯერობით კარგად მიაქ. პირველი ვარჯიში, ეს არის ჰანტელებით, ფლეტზე, ანუ სწორ ზედაპირზე ვაკეთებ. მეორე ვარჯიში ღერძით მექნება სმინზე სავარაუდოდ და მე როგორ ტრენაჟორები. ორი გასახურებელი სეტი გავაკეთე, ახლა მესამე კიდე გასახურებელი სეტი. მძიმე წონის აღებაზე მინდა გესაუბროთ. ესე იგი რა ხდება? ანუ ჩვეულებრივ მსუბუქ წონას თუ ესე ამოიტან ფეხებზე დაიდებ და ისე გადახვალ. ანუ მსუბუქ წონაზე შეგვიძლია ავიღოთ, დავიდოთ, გადმოვიდეთ და ისე გავაკეთოთ მოძრაობა. მაგრამ ანუ უყურე წონას რო წევდა ესე რო იდებ. შესაბამისად იგულისხმობს იმას, რომ ბიცეპსი და ბრახიალის, რადიობრახიალის, ანუ ეს კუნთები ძალიან გეტვირთება რა. ჩათვალე რომ წონასწევ აი ამ კუნთებით, ბიცეპსით. როგორც ჩაგვჭები რომ გააკეთო, იგივე მოძრაობას აკეთებ ზუსტად, ოღონდ 90 გრადუსი ამიგოქ რა, არც ისე მარტივია. და მძიმე წონის ესი გაკეთებოდა ეს დადება. ჯერ ერთი რო რთულია და თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ კერძ ბევრად მეტი წონის აწევა შეუძლია ვიდრე ბიცეპს. ეგ ერთი და მეორე სიღლება ხედი რა და უყურე როგორ ვაკეთებ ხოლმე. მძიმე წონა რო მაქვს ასაღები, ანუ მძიმე არ გულისხმობს იმას, რომ მაინც ყველა 50-ს უნდა ეწეოდეს. შენთვის მძიმე წონაზეა საუბარი. უყურე, ერთ წონას ვიღებ და ფეხზე ვდგები და ისე ვიდებ და მერე ვჯდები, ანუ ჩათვალე დედლიფს ვაკეთებთ და ზურგით ვწევ წონას. აი ამ მოძრაობას ვაკეთებ. იდახში უფრო ნაკლებად ვხრი. ეს ერთი და მეორეს დროს, ანუ დამჯდარი არ ვიღებ მეორესაც, იმიტომ რომ წელსაც დიდი ძალა დაადგება და ხელსაც. მეორესაც შემთხვევაში ვდგები და ისე ვიღებ რა. რო ანუ ჩემი მიზანია მაქსიმალურად ნაკლებად დაიტვირთოს კუნთები ეგ ერთი, მაქსიმალურად ნაკლები ძალა დაადგეს წელს ეგ მეორე, მესამე რომ მაქსიმალურად ნაკლები ძალა დაადგეს ბიცეპს ბრახიალის და რადიობრახიალის, ანუ ამ კუნთს. ეგ ერთი რო ავიღო და წონები აქ დავდო და მერე ანუ როგორ გადავიღებთ მაგასაც მნიშვნელობა აქვს. და შენი მიზანი უნდა იყოს თუ ძალიან მძიმე წონა, ხო გიდევს აქ მაქსიმალურად ამთან ახლოს და ისე გადმოხვიდე რომ სულ შეკლული იყო ჰანტელებით. აი მოძრაობას გავაკეთე, მე მიხვდებით რადაც გულისხმობ. მაქსიმალურად ახლოს არის ჰანტელები და მე აქედან უკვე მოძრაობას აკეთებ.
იმას ხაჯობია რომ ვიღაცა გიხმარებოდეს და ვიღაცა გაწვდეს წონას, მაგრამ თუ მარტო ვარჯიშობ ჩემსავით, ანუ ეს ხრიკები უნდა იცოდე, იმიტომ რომ სწორად აწიო მოძრაობა, სწორად გააკეთო. ტრავმა რო არ მიიღო, ეგ ერთი და მეორეს კიდე ძალიან რო არ დაიღალო, სანამ წონას აწევ რა. და რა თქმა უნდა, ზოგადად ჰანტელებიდან ბენჩ ღერძით კეთების დროს საწყის პოზიცია არის ეს. ხო და როცა მარტო იღებ ხოლმე ამ წონას ჰანტელების კეთების დროს სხვა იქნება საწყისი წონიდან არ იწყე მოძრაობას რა. პირველი გინდა რომ აიტანო და პირველი ზოგადად ყოველთვის მძიმეა ხოლმე. ვიდრე, ანუ ნახევარი მოძრაობის გაკეთება უფრო მძიმეა, ვიდრე საწყისი პოზიციიდან რომ დაიწყო და რომ გააგრძელო რა. ანუ ეს ბევრად მარტივია, ვიდრე აქედან რომ დაიწყო მოძრაობა. იმიტომ რომ გინდა აქ ინერციას მაინც იყენებ თუ პაუზას არ აკეთებ რა. სანამ დავისვენე კიდევაც და ახლა მეორე მისვლასაც მივა. დაშვების დროსაც ძიმეწონის დაშვება მაინც დამეც გიჭირდებათ რომ ისო ფეხებზე ჩამოიდო და მე ისე დადოთ რა. ამიტომ თუ აღარ შეგიძლია ერთი ის რომ მოიჭველი ისე ვიქნო და კადასტრად უნდა დაუშვა რომ ხელი არ გაგიქცეს და აქედან უნდა გადმოვაგდო. დაშვებასაც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ტრავმა შეიძლება მიიღო არასწორი დაშვების დროს. ანუ ხელი თავის დროზე უნდა გაუშვა. თუ არა და მაშინაც ბიცეპს ძალიან დიდი ძალა ადგება.
ვარჯის მორჩი. კარგად წამოვიდა ვარჯი. ეხლა გავაკეთებ პატარა სწავი მასაჟებ და გაწელდები ჯერჯერობით არ მინდა და მორჩით. ხო, ანუ გათამაშებას ვაკეთებ 2 ვიდეოთი ადრე. ამის წინ ეხლა გავდავდე ვიდეო თიაქარზე და ეს თემა თუ გაინტერესებთ კიდე გადავიღებ. მანამდე დავდე ვიდეო სადაც ვათამაშებ სავარჯიშო პროგრამას, ანუ თქვენთან ერთად დავждები და შევადგენ დისტანციურად ოღონდ შევადგენ სავარჯიშო პროგრამას თქვენზე მორგებულს. ზოგადად დისტანციური პროგრამები როგორც სავარჯიშო ისე კვებითი, ანუ ინდივიდუალურად წელ ყველას ცალ-ცალკე და არა მაქვს შაბლონურად გამზადებული. ხო და უახლოეს მომავალში დაახლოებით 20 რიცხვამდე ვფიქრობ, იმიტომ რომ ახალწლამდე მინდა რომ დავწერო ეს რომ და ვიღაცას ახალი წლის მერე ამ ახალი პროგრამით ივარჯიშებს და თუ არ გინახავთ ჯერ ის ვიდეო, გადადით, ნახეთ და დააკომენტარეთ რომ მონაწილეობა მიიღოთ. ეგ არის. წარმატებები თქვენს და წარმატებები მე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, უცით გამოწერილი არა გაქვთ.